როგორი იქნება შენი მომავალი ქმარი? მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით, მე ვარ სალომე. მოდით ნახოთ, როგორი იქნება ეს ადამიანი. ძალიან ეყვარები უკვე პასუხობს, რომ ვიზეც ვკითხულობთ, ძალიან ეყვარება თავისი მეორე ნახევარი. როგორი იქნება ეს ადამიანი? კვერთხების მეფე, მეგობრებო. ადამიანი, რომელიც იქნება გაწონასწორებული, ბევრს მოგზაურობს ადამიანი. გზაში ატარებს დიდ დროს. პასუხისმგებლიანი ძალიან. სიტყვას არ ამბობს უბრალოდ ისე, რასაც სიტყვის ბოლომდე მიყავს. და მიყვება ამ სიტყვებს. აქ იქნება უზარმაზარი სიყვარული. უზარმაზარი. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ოჯახი, უსაფრთხო გარემო. არ უნდა არენდომება, არ უნდა კრიზისული, კრიტიკული ქალი. ყველაფერს რომ კრიტიკით უყურებს, კრიზისით. მნიშვნელოვანია ქალი იყოს მშვიდი, დაკვირვებული. მას არ უყვარს ხმაური ამ მამაკაცს და ზედმეტი დრამები, ეს მისი არ არის, დრამები არ უყვარს. ხო, არ იქნება ტრანსფორმაცია მესამე პირებთან, ესე იგი ეს ადამიანი იქნება ძალიან ერთგული და დამცველი თავისი ოჯახის, სტაბილური. ბოლომდე თქვენს გვერდით იქნება, როცა შეგიყვარებთ, ბოლომდე. ძალიან პრაქტიკული გონების ადამიანია, ძალიან ემოციური არ არის. მაგრამ მაინც თავის ემოციებს და გრძნობებს საქმეებით ამტკიცებს. პატივს ცემს დედას ან დას, საერთოდ ქალს. იტყოდი, რომ ძალიან გულიანი ადამიანია, ძალიან ღრმა ადამიანია და ადამიანი არის ურთიერთობისთვის, ოჯახისთვის. ნახოთ იქნება თუ არა ეჭვიანი. ეჭვიანი იქნება, მაგრამ ზომიერად. ეჭვიანი იქნება. ზომიერად ეჭვიანი. გადაწყვეტილებებს იღებს ნელ-ნელა, თუმცა მიღებულს აღარ ცვლის. ეს ადამიანი, მეგობრებო, თავის ოჯახს ხედავს როგორც ერთიან გუნდს. მას არ უყვარს ბრძოლები, არ უყვარს ხმაური. ძალიან დადებითი პიროვნებაა. სხვათა შორის ბევრთან უკვე მოდის, ან ეს უკვე თქვენი მეუღლეა. მაგრამ ვინც ელოდებით, ეს ადამიანი მალე მოვა. თქვენ ფანტასტიკურ წყვილს შექმნით. ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში შემოდის იმისათვის, რომ სიმშვიდე, დაცულობა, სერიოზული მომავალი მოგიტანოთ, ხვდებით? და არადროებითი ემოცია. ძალიან სერიოზული მომავალი რომ მოგიტანოს. ოჯახი რომ შექმნათ მასთან. მივიღოთ გაშლა, დავწეროთ კომენტარი და ასე იყოს და ასრულდეს დაწერეთ.